ვანო წერეთელია ჩვენი სტუმარი, ბატონო ვანო, მოგესალმებით. რაკიღა ლაპარაკობდით წინა სტუმართანაც და ახლაც განცხადება მოვისმინეთ აქცია მსვლელობასთან დაკავშირებით, რა თარიღია ხვალ, რა იქნება საქართველოს მოქალაქეების მთავარი სათქმელი და რომ შევაჯამოთ ეს ერთი წელი, რა ვიხილეთ, რეპრესიები, დაუსჯელობა, უფრო გამკაცრებული რეპრესიული დრაკონული კანონები, როგორ უყურებთ თქვენ პროცესების განვითარებას, იმ ჩიხიდან გამოსავალს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, თქვენი აზრით, არის ახლა ქართული ოცნება იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე წავიდეს, უკან დაიხიოს, როგორი ამიმართულებით თქვენი განწყობა პოზიცია? მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ტელემაყურებელს. გასული წლის 28 ნოემბერი ეს არის ბიძინა ივანიშვილის დასასრულის დასაწყისი, რომ მან გადადგა აბსოლუტურად გაუგონარი ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოს, არამედ საქართველოს ისტორიის მთავარი საყრდენის გამოცვლა, ჩვენი იდენტობის მთავარი საყრდენის გამოცვლა, ანუ ჩვენი ევროპიულობის, აი ესე ცოტა დაძველებული სიტყვით რო ვთქვათ, რომელიც ასოცირდება ილია ჭავჭავაძესთან, ამ იდეების მთავარ წარმოებლებთან, ამიტომ ამაზე თქვა უარი. სწორედ ამიტომ ვერასდროს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ვერ დაამთავრებს იმას, რაც არ არის მისი დაწყებული და რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს. ეს არის საქართველოს წარსული, ეს არის საქართველოს აწმყო და საქართველოს მომავალი. საქართველო არის აუცილებლად გამარჯვებული ყველა იმ ბრძოლაში, რომელიც მისი იდენტობისთვის მიმდინარეობდა და დღეს ჩვენ სწორედ ამით მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე. ამიტომ პირველ რიგში ხვალინდელი დღე ეს არის ჩვენი ძლიერების ჩვენების დღე. ეს არ არის იმის ჩვენების დღე, როგორ გააფუჭა ბიძინა ივანიშვილმა რაღაც, როგორ იძალა ხალხზე, როგორ გაამკაცრა კანონები და ასე შემდეგ. არამედ აი ამის ფონზე იმის ჩვენებაა, რომ ჩვენ ვართ უკვე გამარჯვებულები, იმიტომ რომ არ დავთმეთ, მიუხედავად აი ამ მძიმე პერიოდისა, მიუხედავად ამ ძალიან რთული, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი თვალსაზრისით, არ დავთმეთ და არ მიეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილს იმისი, რომ საქართველოს თავზე დაკიდოს რუსული დროშა. გააგზავნოს წერილი მოსკოვში, როგორც მისმა სულიერმა თუ იდეოლოგიურმა წინაპრებმა 1921 წელს ეს მოახერხეს. ამას ვერასდროს ეხივსება ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ვიქნებით ყოველთვის იქ, სადაც საქართველო იქნება გადასარჩენი. და ხვალინდელი დღე სწორედ ამის მაგალითია და სწორედ ამის ჩვენებას ვაპირებთ ჩვენ. ამიტომ მას ყველას მოუწოდებ, რომ ხვალ 7 საათზე მოვიდნენ იმ ორ ადგილას, რომელიც უკვე დაანონსებულია და ყველამ ძალიან კარგად იცის, 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და ასევე ტელევიზიასთან და მე მარშით გავემართებით, რა თქმა უნდა, ჩვენს სიმბოლურ ადგილას, სადაც რომელსაც ფლობს, აი მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რა საქართველოს ისტორიაში ასეა, ვინც ფლობს რუსთაველის პროტესტს გამარჯვებული ის არის. ახლა საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება დღესაც. რატომ არ დგამენ ისინი ნაძვის პარლამენტის წინ? ეს არ არის სიმბოლური, მხოლოდ სიმბოლური აქტი, ეს არის ის, რომ ის ტერიტორია, სადაც საბოლოოდ გადაწყდება საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის ბედი, არის ხალხის და ეს ხალხი არ დათმობს, რა თქმა უნდა, იმას, რისთვისაც ამდენი ხანია იბრძვის. ბატონო, ხშირად გვილაპარაკია და გვიმშელია მათ შორის ამ სტუდიაში, რომ ეს პროცესიც, ეს პროტესტიც არის გაძლებაზე, თუმცა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების საპასუხო რეაქციებს და ქმედებებს. ვახსენეთ დრაკონული კანონები, 15 ჯერ შესრული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაღაცნაირად ნიჰილიზმი, გარკვეულწილად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ. თქვენი აზრით, ახლა თქვენ რა პასუხისმგებლობა გაქვთ და რა უნდა იყოს თქვენი აზრით ახლა თქვენი ნომერ პირველი ამოცანა იმისათვის, რომ ერთი მხრივ არ შეჩერდეს პროცესი და გაძლიერდეს რეჟიმზე წნეხი? კი, აქ ბევრი მიმართულებით შეიძლება ამაზე საუბარი. ერთი ის, რომ პირადად ჩვენი გუნდი გულისხმობ კოალიციას, ჩვენსას ამას ერთობლივად, რა თქმა უნდა, იმ სამ პარტიას, რომელიც ამ კოალიციაში ვართ, წარმოადგენლები, ეს არის ართანამშრომლობა. და ამის ნათელი დადასტურება არის ჩვენი პატიმრების, არა მხოლოდ ლიდერებს გულისხმობ, არამედ სხვა ყველა დანარჩენს, რომელიც ამ პარტიას და კოალიციას ეკუთვნის, არც ერთი ნაბიჯი თანამშრომლობისკენ. არც ერთი ნაბიჯი, ხო, ნუ ეს სიმბოლური იყო, მაგალითად იგივე გადაწყვეტილება, რომ შეწყალება არ, რაღაცა ბოლოს ხო, გულისხმობ ჯაფარას გადაწყვეტილებას, რომ ის არ გამოვიდა დროზე ადრე. შეიძლება აქ დიდ დროზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, და ამიტომაც ვამბობ, რომ ის არის ძალიან სიმბოლური და გამოხატავს იმას, რომ არც
არც ერთ ნაბიჯს ამ თანამშრომლობისკენ არ გადავდგამთ. მეორე ეს არის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების და ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩვენ ამაში ჩართული. აქ ბატონებმა და ქალბატონებმა ახლა განცხადება გააკეთეს და ერთ-ერთი ის ძალა ვართ, რომელიც ამ ადამიანებს ეიმედებათ, რომ მათი შვილები არ დარჩებიან ციხეში, არ დარჩებიან მიუხედავი და ასე შემდეგ. გულისხმობ როგორც იურიდიული თვალსაზრისით მომსახურებას, ისე როგორც ემოციური და რაღაცა აი ეს სიმბოლური მხარდაჭერის თვალსაზრისით. მესამე ეს არის ყოველდღიური ყოფნა ჩვენი იმ ველზე, რომელზედაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ბრძოლის იმ ველზე, სადაც აი ეს გამარჯვება ჩვენ ერთად უნდა ვიზეიმოთ და გარეთ დარჩენილი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები ჩვენი აი ამ ერთობის კოალიციის მუდმივად ყოველდღიურად ვართ იქ, სადაც ქართველი ხალხი უნდა იყოს. მეოთხე და მნიშვნელოვანი არის ყოველდღიური შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომელიც ნაწილი დადის, ნაწილი ხვდებით ხო იმ გაბრაზდებულ ხალხთან ურთიერთობა და გუშინ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამ თვალსაზრისით, სწორედ ამ მიზნით გაკეთებული, რომ არ გაწყდეს აი ეს კონტაქტი, რაც ჩვენ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციასა და ხალხს შორის, რომელიც ეინდობა აი ამ დიდ გაერთიანებას გულისხმობ ჩვენს კოალიციას. აი ხომ არ ფიქრობთ ბატონ ვანო, რომ აი თემატური მსჯელობების საკითხებზე მუდმივი აქცენტირება, მაგალითად ახლა ნომერ 1 პირველი თემა არის საერთო არაბული ინვესტიციები, ამ მიმართულებით დიდი საზოგადოებრივი ნებათაღელვა არსებობს საქართველოში, იგეგმება აქციების თუ არ ვცდები 3 დეკემბერსაც დაანონსებულია რუსთაველის გამზირზე აქცია. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ამ პროცესში სიახლეებთან ერთად სწორედ მნიშვნელოვანია ეს პროტესტი იყოს მიბმული კონკრეტულ საკითხებთან, თემებთან, რათა საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებულიც იყოს. კი, ჩვენ ამასაც როგორც პოლიტიკური პარტია და კოალიცია, ამასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ, მაგალითად გუშინაც ჩვენ შეხვედრა გქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, შეხვედრა გქონდა, ესე დახურული შეხვედრა განათლების საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება რომ გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ დეფორმამ არ მიიღოს საბოლოო სახე და ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხოს კიდევ ერთი ზოგადად ინსტიტუციის მიტაცება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებისა და წინსვლის, ხო, გულისხმობ განათლების სისტემას. ისევე როგორც ვთქვათ, იგივე ამ არაბულ ინვესტიციებთან და ზოგადად იმ კორუფციულ გარიგებებთან, რა თქმა უნდა, ამაზეც ყოველდღიურად მიდის საუბარი, მათ შორის როგორც პარტიისა და კოალიციის შიგნით, ისე რაღაცა ჩვენს პარტნიორ დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელ, როგორც პარტიების წარმომადგენელ, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურობა ამ პარტიის ცხოვრების და ეს გაგრძელდება კიდეც ასე და მე თქვენ გეთანხმებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება ისეთი ამბები, რომელიც ფარავს მერე შემდგომ ამ ეგრეთ წოდებულ თემატურ საკითხებს და თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როგორ მუშაობს მედია, ხო, რაღაცნაირად მეინსტრიმული ტექსტები, მეინსტრიმული მოქმედებები, მერე ამ რაღაცებს ყოველთვის ფარავს და ქართული ოცნება ძირითადად ცდილობს ხოლმე, რომ რაღაცა თითქოს შექმნას ერთგვარი ეს ბომბი ამბები იმისათვის, რომ სწორედ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის გუშინდელი პაվել პროფესორად პეტერ ფიშერის განცხადება ეს მან თქვა რომ აი საქართველოს ფაილი დაიხურება. აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ სიტყვების უკან რა იმალება, სწორედ აი ამის მიტანა საზოგადოებამდე ის რომ ფაილი დაიხურება, ეს ნიშნავს რომ საქართველოს ვერ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გაფართოების იმ ტალღაში ვერ მოხდება, ეს რა სიგნალია აქამდე მსგავსი მკაფიო ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მოგვისმენია, ხედავთ ჩვენ რაღაცნაირად კრიტიკულ პოზიციებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოცნების რეჟიმის მიმართულებით, თუმცა ასეთი მკაფიო გერმანიიდან დაბრუნებული დიპლომატი არ ყოფილა აქამდე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოს მივართ, ახლა უკვე დღესაც დაიწერა, ხო, უკვე გამოვიდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია აი ამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ევროკავშირმა გაამკაცრა ეს სიტუაციები და ჩვენც მოხვდებით იმ ნაწილში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკის გამო, დემოკრატიისა და საქართველოში თავისუფალი სივრცის განადგურების გამო მოხვდებით იმ სიაში, ვისაც, შეზღუდულ რაღაც თვალსაზრისით ეს დაუწესდება, იმიტომ რომ ძალიან მარტივად არის საქმე. ნახეთ, ფეხბურთელებმა ხელით თამაში რომ დაიწყონ, მათ ფეხბურთს აღარ ათამაშებენ, მარტივია. თამაშის წესები არსებობს, რომელი თამაშის წესების დაცვის გამოც ჩვენ მოგვწეს ის პრივილეგიები, რაც მოგვწეს, ხო, აქამდე საქართველოსთან ურთიერთობაში, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიული თამაშის წესებით კარგად ვთამაშობდით, მარტივად რო ახსნათ ეს და ამიტომ მივიღეთ ის ყველაფერი და მივედით იქამდე, სადამდეც მივედა ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა შემდგომ ამ წინსვლის. რატომ? იმიტომ რომ დემოკრატიის განვითარება საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მსგავსი რუსული რეჟიმების დასასრულს გულისხმობს. ეს არის ჩვეულებრივად
ვთქვათ, აი თამაშებში როგორც ხდება რა, დემოკრატია თუ განვითარდა, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის ყოფის ადგილი მცირდება. დემოკრატიულ სამყაროში პროსტორად სახელმწიფოში არ უნდა იყვნენ იგივე ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ახლა სისტემაში არიან, მაგალითად ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამიტომ ეს არის ლოგიკურია ძალიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის და ძალაუფლების მიტაცებისთვის იმ სივრცის განადგურება, სადაც არსებობა არ შეუძლია და ეს არის დემოკრატიულობა. ამიტომაც უნდა, რომ საქართველოს მტრად აქციოს დასავლეთი დააჯეროს საზოგადოებაში, რომ რაღაც საფრთხეები დასავლეთიდან მოდის. ხოლო რუსეთი აქციოს მოყარეთ, რატომ? იმიტომ რომ ეს საქანელა არსებობს. სად უნდა შეინარჩუნოს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება? ასეთი კითხვა მინდა დავსვა, ჩვენ ველოდებით პოლიტიკოსების გამოსვლას, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც სასჯელს იხდიან თეატრულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის. გამო თქვენი აზრით, მათ შეაბრუნებენ თუ არა საპატიმროში და ვიცით რომ დაწყებულია, ხო, ახალი ბრალი წარუდგინეს. მათ ეს რა ტიპის დარტყმა იქნება იგივე თქვენი პოლიტიკური პარტიისთვის, ზოგადად ოპოზიციისთვის, თუ კი ამ ადამიანებს ისევ შეაბრუნებენ საპრობილეში. ხო, ფსიქოლოგიურად თუ საუბრობთ, ახლა რა თქმა უნდა, პატიმრობა ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი. პირველი უწევს ჯაფარას გამოსვლა და ისე გამოდის, რომ გამოდის 24-ში თუ არ ვცდები და რამდენიმე დღეში აქვს მერე ჩანიშნული აი ეს სადაც შეიძლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ღმერთმა იცის. მოკლედ მე წინასწარმეტყველებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პირველ რიგში სწორედ ის ადამიანები, ვინც პირველ დარტყმებს იღებენ, აი გულისხმობ იგივე ჯაფარას და ჩვენ დანარჩენ ლიდერებს, არიან მზად ფსიქოლოგიურად ნებისმიერი წნეხის გაძლებისთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდში თავისუფალ ადამიანების ადგილი არის ციხეში. ეს არის მოცემულობა და ისეთივე ლოგიკური, როგორი ლოგიკაც ამას აი წინა კითხვაზე გაგეცით. ავტომატურად ასე, ანუ ის ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მისი ადგილი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების პირობებში არის ციხეში. და პირდაპირ განაცხადა იმ ადამიანმა, რომ ვისი რეიტინგიც გაიზრდება, ყველა შეეზღუდება თავისუფლება. ეს იქნება პარტიული თვალსაზრისით თუ ინდივიდუალურად ნებისმიერი პოლიტიკური ინდივიდი პოლიტიკოსის თვალსაზრისითაც. ამიტომ ყველა ჩვენთაგანი, ჩვენი გავლენა გაიზრდება თუ არა, ჩვენ გვექნება თუ არა იმ მასშტაბის შესაძლებლობები დაინახავს თუ არა ამას ბიძინა ივანიშვილო, ჩვენ უკვე გვისმენს ვიღაც, მაგალითად, რატომ ზის ციხეში გელა ხასაია. აი რისთვის ზის ციხეში? აბსოლუტურად იმიტომ, რომ გამრავლდა ის ხალხი, ვინც გელა ხასაიას უსმენდა, აშიარებდა მის გაკეთებულ განცხადებებს და ასე შემდეგ. იგივე გზას დაადგება ყველა, ანუ ამ შემთხვევაში სწორედ ციხისკენ მიდის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამისი არავის ეშინია, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ისე როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას. და ეს არის ძალის მიმცემი ამ ყველაფრის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხვალ 28-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ტელევიზიასთან ვიკრიბებით სწორედ იმიტომ, რომ აღვნიშნოთ აი ამ ჩვენი ძალიან დიდი წარმატების, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ვერ დაამთავრა თავისუფლება, ვერ დაანგრია დემოკრატია და ვერ მიიღო ის, რაც მას სურს. გასაგებია, დიდი მადლობა.